სალამი მეგობრებო, გადავწყვეტეთ ცალკე ჩანაწერი გავაკეთო მესამე ნაბიჯის ინსტრუმენტებისთვის. მე რა მეხმარება ამ გზაზე, პირველი, მეორე და მესამე ნაბიჯების ინსტრუმენტები, რომელიც შემიძლია გამოვიყენო როგორც დახმარება, გამოვიდე თვითკონცენტრაციიდან, გამოვიდე საკუთარი კონტროლის სურვილიდან, რომ ვაკონტროლო საკუთარი ცხოვრება და სხვა ადამიანები და შემოვიყვანო ცხოვრებაში პირველი ნაბიჯის ინსტრუმენტები, მეორე ნაბიჯის ინსტრუმენტები და მესამე ნაბიჯის ინსტრუმენტები. დავიწყო მაღალი ძალის დაშვება, რომ არსებობს. დაშვება იმისა, რომ ჩემი კონცეპტუალური გონების მიღმა რაღაც არსებობს რა. როგორადაც მე მესმის, როგორადაც მე მსურს, როგორადაც მე წარმომიდგენია. გავაკეთო დაშვება, რომ შემიძლია გამოვიდე იმ ჩემი ბავშვური დაჯერებებიდან, რომ ღმერთი ესეთია თუ ისეთია. და როგორიც მე მსურს, როგორი ურთიერთობაც მე მსურს მაღალ ძალასთან, ჩამოვწერო ეს თვისებები და ამ თვისებებით დავიწყო მასთან ურთიერთობა. მე გავაზიარებ რამდენიმე ინსტრუმენტს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში პროგრამის პირველი დღიდან დღემდე მეხმარება და ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაპრაქტიკებ და ეს არის ჩემთვის გზა გამოჯამთელებისთვის, რომ რეკომენდაციებით ვიცხოვრო და არა საკუთარი გონებით, ამას გავაზიარებ, შენ შეგიძლია აიღო ის, რაც მოგწონს და დანარჩენი დატოვო. გაზიარებას დავიწყებ დილიდან და დილით როცა ვიღვიძებ, ძალიან მეხმარება, რომ თვალის გახელიდან საკუთარ თავში დავაკვირდე, რამდენად იწყება ჩემში რაღაც ისტორიები. როგორც კი თვალს გავახელ და მივხვდები, რომ გავიღვიძე, მაშინვე მოდის ძალიან დიდი ტალღა ფიქრების, გათვლების, სტრატეგიების, როგორი უნდა იყოს ჩემი მთელი დღე, აუ ეხა იქ წასასვლელი ვარ, აუ ეხა მეზარება, ეხა ცივა დგომა მეზარება და ასე შემდეგ. მაშინვე თვალის გახელიდან მაშინვე თითქოს ქაოტურ საუბრებში ვერთვები საკუთარ თავთან. და მე რაც მეხმარება არის ის, რომ შეძლების და გვარად გაცნობიერებული გაღვიძების პროცესი მქონდეს. აი ხშირ შემთხვევაში მე ვხვდები, ვატყობ, რომ თვალი არ მაქვს გახელილი, მაგრამ გავიღვიძე რა, მაგრამ ჯერ თვალი არ გამიხელია. ჯერ კიდევ დახუჭული მაქვს თვალები. და ჩემი გონება უკვე იწყებს რაღაც ისტორიების მოგონებას, საკუთარ თავზე რაღაცების კითხვების დასმას, პასუხების გაცემას, აქ ვარ, ამას ვაკეთებ, ის უნდა გავაკეთო. და სანამ ეს დიალოგი უკვე დაიწყება და ეს ტალღა ჩემგენ წამოვა, როგორც კი რაც ამსაც მივხვდები, რომ გავიღვიძე, თვალის გახელამდეც კი ზოგჯერ პირველი რაც ვაკეთებ არის ის, რომ მაღალ ძალას ისე როგორც მე მესმის, არ აქვს მნიშვნელობა ამას ადამიანი გრძნობს თუ არ გრძნობს. რამდენადაც შემიძლია რა, რამდენადაც უგრძნობ, რამდენადაც აღვიქვამ, რამდენადაც მახსოვს. პირველი რაც ვაკეთებ არის ის, რომ მადლობა ღმერთო, რომ დღეს გავიღვიძე. მადლობა ამ სხეულისთვის, ამ გონებისთვის, ამ ცნობიერებისთვის, ამ საწოლისთვის. მადლობა სახლისთვის, უსაფრთხო სივრცისთვის. მადლობა დღევანდელი შესაძლებლობებისთვის, გაღვიძებისთვის, გამოძინებისთვის, აღდგენისთვის, ჯანმრთელობისთვის. მადლობა შენთან ურთიერთობისთვის, ფიქრებზე დაკვირვებისთვის, თვითკონცენტრაციიდან გამოსვლისთვის. მადლობა დღევანდელი დღისთვის, შენ გინძღვნი ამ დღეს, შენ გადმოგცემ საკუთარ თავს, მთლიანად ჩემს ცხოვრებას, ჩემს ურთიერთობებს, ფიქრებს, განცდებს, უნებებს, სურვილებს. გთხოვ მიხემძღვანელი. მიხემძღვანელი რომ გამოვჯამთელდე, ვიყო გამოჯამთელების გზაზე დღეს და ჩემი მზრუნველობა მივიტანო იმ ადამიანებამდე, ვისაც ჩემი მიხემძღვანელებ. აქ ვახელ თვალებს და პირველი რაც ვაკეთებ არის ის, რომ ვიღებ ფურცელს და კალამს და მაღალ ძალას, ჩემს ცნობიერებას, შინაგან მეს, სამყაროს, როგორც არ უნდა დავარქვათ, ღმერთს, როგორც ყველაზე ახლო მეგობარს და არ აქვს მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ვიძახი ამის როგორ ჯერა, როგორ უგრძნობ, თავარი არის ქმედება და არა მე რას ვფიქრობ ამ ქმედებაზე, ეს პროგრამაში ყველაზე მთავარი პრინციპია, რომ მთავარია ქმედება და არა ის თუ რას ვფიქრობ ამ ქმედებაზე. ამიტომ მე აღვიქვამ მაღალ ძალას, როგორც ჩემს ყველაზე ახლო მეგობარს და მასთან წერილის მიწერით ვიწყებ დღეს რა. წერილის წერა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში იმიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამას CBT-ში, მაგალითად Cognitive Behavior Therapy-შიც ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ წერის დროს გონება უფრო ნელდება და უფრო ფოკუსირებული ხდება ამ მომენტზე და აღქმაზე, ვიდრე უბრალოდ საუბრით საკუთარ თავთან რა. და წერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თერაპიაში ზოგადად.
და მე შემთავზე რო ვატყობ ამ წერის დროს უფრო ამ ჩემი ხუთი აღქმის ორგანოებს უბრუნდები და ხვდები მელნის სუნი მომდის, ხელით ვეხები ფურცელს, კალამს, შეხებაში ვარ ხედავ რას ვწერ, პირში გემოს ვაკვირდები, რა მესმის და ასე შემდეგ და უფრო აქ ვარ და ამ ჟამინდელ მომენტში ვეკონტაქტები მაღალ ძალას და ვწერ რა, როგორც აი კარგ მეგობარს ახლოს ანდო მეგობარს მივწერდი, რას ვგრძნობ, რა შიშები მაქვს დღის განმავლობაში და ყველაფერს უზიარებ, მოკლედ რაც წამოვა არ აქვს მნიშვნელობა, აი ყველაფერი რაც წამოვა ვაზიარებ. და ბოლოს ვეუბნები, რომ ღმერთო იყოს ნება შენი და არა ჩემი, აქედან გასულს მომანიჭე გამბედაობა, რომ ვიყო შენთან კონტაქტში. ჩემი მთავარი წერილის არსი არის ხოლმე, რომ ღმერთო დამეხმარი, რომ მომენტიდან მომენტში ცნობიერად კონტაქტში ვიყო შენთან. რათა შენ გამანთავისუფლო ყოველგვარი უგუნურობისგან და თვითკონცენტრაციისგან იმ მომენტში. დგები, ლოცულობ, მედიტაციას ვაკეთებ, მედიტაციურ პრაქტიკებს, სუნთქვის პრაქტიკებს. შემდეგ შევდივარ აბაზანაში და ვიღებ კონტრასტულ შხამს. მედიტაციებისთვის რა თქმა უნდა ძალიან კარგია რომ ძალიან მე დამეხმარა რომ ყავს მასწავლებელი და დასაწყისში ეს მასწავლებელი იყო ჩემთვის მაგალითად გიდირებული მედიტაციები YouTube-ზე და რა თქმა უნდა რომ არაფრის ნაცვლად ეს გიდირებული მედიტაციები ჯობია და დამხმარია და ზოგი მედიტაცია რა თქმა უნდა ყველა მედიტაცია არ არის даже ვიტყოდი რომ ზოგი მედიტაცია ჯობია რომ ადამიანმა საერთოდ არ მოისმინოს მაგრამ არის ისეთი მედიტაციები რომლებიც ძალიან დამხმარე არის და ეს შეგვიძლია მე მაგალითად არაფერ მედიტაციის წარმოდგენა არ მქონდა მეგობარმა გამიზიარა რა ჯგუფის წევრმა რომ თხოვე რომ აბა შე რა გავიკითხე აბა შე რას აკეთებ როგორ აკეთებ იმან გამიზიარა რამოდენიმე ბმული მედიტაციების და ძალიან დამეხმარა და გიდრებული მედიტაციებით ვიძინებდი ხოლმე იმიტომ რომ მე შფოთი მქონდა უძილობა რო გავიღვიძებდი მაშინ შფოთით ვიღვიძებდი და ეს მედიტაციები ძალიან დამეხმარა საწყის ეტაპზე მე ღმერთის დახმარებით გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში მასწავლებელი და მასწავლებელთან გავაგრძელებ მედიტაციური პრაქტიკები. ამიტომ ლოცვა და მედიტაცია ერთნაირად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებაში. არა მარტო დილას საღამოს, არამედ ზოგადად მუდმივ ცხოვრების პროცესში, რომ მომენტიდან მომენტში ვიყო მაღალ ძალასთან ურთიერთობაში და არა მხოლოდ დილით 20 წუთი და საღამოს 20 წუთი. შევდივარ და კონტრასტულ შხავს ვიღებ. რა კონტრასტულმა შხავმა ძალიან ბევრი რამე მასწავლა რა. მასწავლა ის რომ თუნდაც მე რამდენად განპირობებული გონების პატრონი ვარ, რომ ვიცახი რომ აი მაგალითად ცივ წყალზე მე გული მიჩერდებოდა, სუნთქვა მეკროდა რა. ყველა კუნთი ხომ მტკიოდა და მე კიდე მეგონა რომ გული გამისკდებოდა. აი ვიღაცას რომ ჩემთვის ცივი წყალი მოეშხებებინა სახეზე, მაშინვე ჩხუბს უწყებდი და ყვირილს უწყებდი, ვერ ვიტანდი, აუტანლობა მეწყებოდა და კონტრასტული შხამი პირველად გავაკეთე, მეგონა რომ იქ მოვკვდებოდი, რანაირად გადავრჩი არ ვიცი. მაგრამ ძალიან ამან ბევრი გაკვეთილი მომიტანა, თუნდაც ის რომ მე სავსე ვარ აღქმებით რა, საკუთარ თავზე რაღაც მყარი წარმოდგენები მაქვს და მე ეს რეალობა მგონია. იმდენად რეალობა რომ ზოგჯერ გული გამისკდება მგონია, იმდენად რეალური არის. არა და რეალურად ცხელი და ცივი ჩემი აღქმებიდან გამომდინარე არის რა. ჩემი მყარი აღქმებიდან გამომდინარეა, თორე შეგრძნების დონეზე ცივიც იგივენაირად შეიგრძნობა როგორც ცხელი, მაგრამ მე მოდუნება მოშვება არ შემიძლია. საკუთარ თავთან იმდენად გაუცხოებული ვარ, რომ წესიათ წყალი როგორ მეცემა სხეულზე, მაგის შეგრძნებაც კი არ შემიძლია. სანამ ცივი წყალი დამეცემა, მე უკვე აქ კუნთებ კრიჭა შეკრული და კუნთებ მოჭიმული და მობუზული ვდგავა, რომ აი ვიცი რომ ეხა დამეცემა და ცივი იქნება. მიმღებლობა არ გამაჩნია იმ პროცესის რა. და მე ძალიან მეხმარება, რომ აი კონტრასტული შხაპი რა არის, ხო, რომ ჯერ ძალიან ცხელი წყალით კარგად გავთბე და შემდეგ უცებ ცივზე გადავრთო რა. ხო და მე მეხმარება ესეთი შეგონება საკუთარი თავის, რაც იწვევს ჩემში ფიზიკურ მოდუნებას, კუნთების მოდუნებას, სუნთქვას, რა თქმა უნდა, რომ არ ვიქონე შეკავებული და ვიცახი, რომ ჩემი გული სავსეა სიყვარულით. ჩემი გონება მშვიდია, ჩემი სხეული ჯანმრთელი. მე ვენდობი სამყაროში ყველას და ყველაფერს. განურჩევლად ცივის და ცხელის. განურჩევლად იმისა, თუ როგორია ჩემი შეხედულებები ამ ადამიანზე ან საგანზე. ჩემი გული სავსეა სიყვარულით. ჩემი გონება მშვიდია, ჩემი სხეული ჯანმრთელი. აი მას ვიმეორებ გონებაში. ღრმავთ სუნთქავ, კუნთებს ვადუნებ ცნობიერად რამდენადაც შემიძლია და იმ პროცესში ვიღებ კონტრასტულ შხამს. და აი მან მასწავლა საკუთარ თავთან ურთიერთობა. ამან დამანახა, რომ მე არა მარტო ცივის მოლოდინში მაქვს კრიჭა შეკრული და კუნთები მობუზული და მოჭიმული. არამედ რავია გარეთ რო გავდივარ თბილი სითბოდან ზამთარში გარეთ რო გავდივარ, მე იმიტომ კი არ მაკანკალებს რომ ცივა რეალურად. იმიტომ მაკანკალებს რომ წინასწარი წარმოდგენა მაქვს უკვე რომ აი
ეხა უნდა ციოდეს რა და წინასწარ აკანკალებული გავდივარ, კუნთებ დაჭიმული გავდივარ და რო ისე მაკანკალებს ხოლმე, რომ ზოგჯერ მე მასაჟები მჭირდება, რომ კუნთი გავიხსნა, ისეთი დაჭიმული მაქვს. მაგრამ აბა გიცდია ოდეს მე რო სიცივეში გახვიდე, შენი ახმი სიცივეში. და აი უბრალოდ მოეშვა რა, აი მოეშვი 2 წამი და 2 წამში ხვდები, რომ მაინც მე მგონი არც ეგრე ძალიან არცივა. ხო და მოკლედ ყველაფერი ძალიან დიდი მასწავლებელია აი ამ 12 ნაბიჯის გზაზე, არა მარტო ნაბიჯები, არამედ ის პრაქტიკები, რასაც გამოცდილი წევრები გვიზიარებენ. ჩემთვის ძალიან დიდი დახმარებაა, რომ ხშირად ვისაუბრო მაღალ ძალასთან. მესამე ნაბიჯი მეუბნება, რომ გადავაბარო ჩემი ცხოვრება. და მე ხშირად არც მახსენდება რა. სამსახურში ისევ ჩხუბობ, ან ისევ ვაგვარებ პრობლემებს, რომ ღმერთი არ მახსენდება. მაგალითად, მიტინგებზე ისე შევდივარ და პრობლემებს ისე უმკლავდები, რომ ღმერთი საერთოდ არ გამხსენდება. ღამე რომ მოვდივარ, მერე მახსენდება ღმერთი. ან სპონსორს რო ველაპარაკებ, მერე მახსენდება. ქუჩაში დაბღვერილი დავდივარ, ან მეგობარს ვეჭორავები, ისე რომ ღმერთი არ მახსოვს. და მე ესეთი პრაქტიკა მაქვს საკუთარი თავისთვის რა. აი ტელეფონი რო დარეკავს მაგალითად, იქამდე არ ვპასუხობ, სანამ 1 წამი ამას გონებაში არ ვიტყვი. ღმერთო გთხოვ დამეხმარე, რომ ამ ადამიანთან ვიყო გონება გახსნილი, გულგახსნილი, მოусმინო ამ ადამიანს, რა შემიძლია გაუზიარო, რა შემიძლია რომ მივიტანო ამ ადამიანამდე შენი ნება და რითი ვიყო ამ ადამიანის სასარგებლო. გთხოვ დამეხმარე, რომ მომთმენე ვიყო ამ ადამიანის მიმართ. და პასუხობ მე ზარს. და რაც ეს პრაქტიკა დავიწყე, ჩემი ურთიერთობები აბსოლუტურად შეიცვალა. მე ტელეფონი რომ მირეკავდა, მაღიზიანებდა, რომ რას რეკავს ახლა რა. რა დროს დარეკვა. მიტინგზე თუ შევდივარ თუ ადამიანი მხვდება ქუჩაში, 1 წამი უნდა რა, უბრალოდ მე არ მახსოვს, იმიტომ რომ ღმერთთან მე ურთიერთობა არასდროს არ მქონია. ამიტომ მჭირდება რომ ეს პრაქტიკად ვაქციო და მე ეს ბუნებრივ ჩვევაში გადადის. დღეს ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობაა ეს და ძალისხმევის დატანება არ მჭირდება და ამის მადლიერი ვარ, რომ ღმერთმა მარგუნა მე ეს ურთიერთობა მასთან, რომ ეს შემიძლია გავაკეთო, იმიტომ რომ მე ეს მჭირდება და მე ძალიან მეხმარება. მე ეს ერთობაში მემყოფებ ადამიანებთან, მე ეს ერთობაში მემყოფებ მაღალ ძალასთან, საკუთარ ბუნებრივ მდგომარეობასთან. რომ ქუჩაში რო შემხვდება ადამიანი ან მაღაზიაში შევალ და ადამიანი მხვდება ან ნებისმიერ მოცემულობაში, ან სასპონსორო კოლს ვიწყებ, ან უბრალოდ ჯგუფზე შევდივარ. იქ თქვა 1 წამი უნდა რა, რომ ღმერთო მიხამძღვანელი. მადლიერი ვარ ამ გამოცდილების, მადლიერი ვარ ამ ადამიანთან ურთიერთობის, მიუხედავად იმისა, მე ეს მომწონს თუ არ მომწონს. ხო დამეხმარე რომ სასარგებლო ვიყო, მზრუნველი ვიყო და მოსიყვარულე ვიყო. დამეხმარე რომ უსაფრთხო სივრცე ვიყო მე ამ ადამიანისთვის. ისე როგორც ჩემთვის იყვნენ ერთდროს უსაფრთხო სივრცე სხვა ადამიანები. ძალიან დიდი დახმარება არის ჩემთვის რომ მაგალითად ტელეფონს რო გავთიშავ ადამიანს ველაპარაკები ან მიტინგი დასრულდება ან ასე შემდეგ. მადლიერება გამოვხატო რა საკუთარი თავის მიმართ, ჩავეხუტო საკუთარ თავს. რო გავაზიარებ ჯგუფზე რომ მივდივარ და გავაზიარებ. მადლობას ვეუბნები საკუთარ თავს. კი ჯგუფის წევრებს ვეუბნები რომ მადლობა რომ მომისმინეთ ან მადლობა რომ გააზიარეთ, მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნები მადლობას. მე მჭირდება რომ ხელი ხელზე დავადო, მოვეფერო, ჩავეხუტო. და უთხრა რომ აი მადლობა ირაკლი დღეს შენი გამბედაობისთვის, გულწრფელობისთვის, ერთობისთვის, რომ გააზიარე, რომ თქვი ეს ყველაფერი. განა ის რომ რამე ძალიან ჭკვიანური თქვიან არა, არა უბრალოდ რომ გააზიარე მადლობა ამისთვის. და მადლობა ღმერთო რომ მაძლევ ამ შესაძლებლობას რომ გავაზიარო. სანამ გაზიარებას დავიწყებ, მე მჭირდება რომ თქვა რომ ღმერთო ნერვიულობ, მაქვს ჩემი გეგმები და გათვლები, ახლა რა უნდა გავაზიარო, გთხოვ დამეხმარე რომ შენი ნების მიხედვით გავაზიარო. შენ მოგანდობ ჩემს სიტყვებს და ჩემს გამოცდილებას. გთხოვ დამეხმარე გავაზიარო ის რაც სასარგებლო იქნება ჩემთვისაც და სხვა ადამიანისთვისაც. მე ვატყობ რომ პროგრამამდე საკრალურობა არ გამაჩნდა რა. აი სიწმინდე საკრალურობა მქონდა დაკარგული. იმდენად აი ინსტინქტური არსება ვარ, იმდენად დამიწებული არსება ვარ, რომ ჩემთვის არანაირი სულიერი გამოცდილებები არ არსებობს და არანაირი საკრალურობა არ არსებობს. ამას ვატყობ ხოლმე ჩემ თავს, რომ აი ჯგუფი რო დაიწყება, ლოცვას არ ვისმენ. ჯგუფი რო დამთავრდება, ლოცვას არ ვუსმენ, ისე გამოვდივარ ჯგუფიდან და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი საკრალურობა შევიტანო ჩემს ცხოვრებაში ყველა ნაბიჯზე. და ეს საკრალურობა იწყება, რა თქმა უნდა, ღმერთთან ურთიერთობის. ანუ ჩემთან ტელეფონის საუბარი კი არ იყოს, არამედ თანამშრომელი დამირეკავს თუ ბანკირი, იყოს ეს საკრალური პრაქტიკა. და სანამ უპასუხებ ტელეფონს, ღმერთთან ვიკონტაქტო და რო დავასრულებ, მადლიერებით ვიკონტაქტო. და ეს საკრალურობა ჯგუფზე ესე გადამაქვს. აი ჯგუფებზე რო შევდივარ და ვაზიარებ, ამას იყოზე ჯგუფი დაიწყო და 20 ადამიანი ესწრება. ვატყობ რომ წამყვანი რო იტყვის ხოლმე რომ აი ამით მეგობრებო დაგემშვიდობებით, ახლა კი წავიკითხავ სულიერ სიმშვიდის ლოცვას, ამ 20 კაციდან უცებ 5 კაცი დარჩება ხოლმე. იმიტომ რომ მე არ მაქვს საკრალურობის შეგრძნება.
რომ ლოცვით ვიწყებ, ამ ლოცვაში კონცენტრაციიდან გამოვდივარ, შევდივარ ღმერთთან ურთიერთობაში და ამ ლოცვით ვასრულებ. ეს არის ჩემი საკრალურობა. იმიტომ რომ ჯგუფი არ არის მხოლოდ გაზიარებები, ის სულიერი პროცესი არის. ნებისმიერი გაზიარება არის სულიერი პროცესი. გაზიარებებს შორისაც პაუზა არის სულიერი პროცესი და ჩვენ როცა პრეამბულას ვკითხულობთ, ხომ იქ წერია. რომ თხოვთ თავი შეიკავეთ კომენტარებისგან და გადაძახილებისგან, იმიტომ რომ გაზიარებებს შორისაც თუ იქნება სიჩუმე, ესეც სულიერი პროცესის ნაწილია და გთხოვთ პატივი ეცით. ლოცვა სულიერი პროცესის ნაწილია. ადამიანის გაზიარების მოსმენა სულიერი პრინციპია და სულიერი პროცესი, არამედ თუ ღმერთი მესაუბრება სხვა ადამიანების პირით. და მე იმ ადამიანში ვხედავ, როგორ მესაუბრება ღმერთი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყო, შეიძლება ამას ვერ ვხედავდი, ვერ ვგრძნობდი, მაგრამ დაშვება გავაკეთო, ჩემ თავს შევახსენო, რომ ეს ესეა. და დღის განმავლობაში შევჩერდი. ჩემი მთავარი პრაქტიკა არის, რომ დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად შევჩერდი. აი, მანქანაში ჩავჯდები, სანამ დავქოქავ მანქანას 2 წამი ღმა ჩავისუნთქო, ამოვისუნთქო. მადლობა ღმერთმა მანქანისთვის, შესაძლებლობისთვის, უსაფრთხოდ მგზავრობისთვის. მადლობა რომ ჩემთან ხარ. მადლობა რომ მახსოვ ხარ საერთოდ, იმიტომ რომ ჩემი მონაპოვარი კი არ არის. ესეც ღმერთის საჩუქარია, რომ მახსოვს ღმერთი. და თუ არ მახსოვს, ვთხოვო რომ ღმერთო, თქო დამეხმარე, რომ აი მომენტიდან მომენტში გამახსენდე რა. მე მჭირდება რომ ჩემი გადაწყვეტილებების წინ გამახსენდეს ღმერთი და ჩემი გადაწყვეტილებების შემდეგ გამადლიერება გამოვხატო. ამითი შემოვიტანო საკრალურობა, რომ გამოვიდე ჩემი ეგოცენტრულობიდან, თვითკონცენტრაციიდან. მე თუ ჩემი ქმედებები არ შევცვალე, არანაირი შედეგი არ შეიცვლება. და ქმედებები როგორ შევცვალო? თუ მე ისევ ჩემმა თავმა მითხრა, რომ ირაკლი, ეხა ესე გააკეთე და ამით ქმედება შეცვლი. ქმედები ძირი ხო არ შეიცვალა, ისევ ჩემ გონებას დავეყრდენი. აქამდე ჩემს გონებას ვეყრდნობდი და ეხლა ჩემ გონებას დავეყრდენი და ძირი რო შეიცვალოს, ეს ქმედება არ შეიძლება იყოს ჩემი გონებიდან გამოწვეული. ეს შეიძლება იყოს მაღალი ძალიდან გამოწვეული და ეს მაღალი ძალა შეიძლება იყოს ჩემი სპონსორი, სულიერი მეგზური ან თავად მაღალი ძალა. მაგრამ როგორც წინა თავში ვთქვით, სულიერი გამოცდილებებით ვიღებ მე იმ შთაგონებას, რასაც ქვია გულწრფელი ხელმძღვანელობის მიღება მაღალი ძალისგან და არა ის, რომ ჩემმა გონებამ რაღაცა მოიწონა და იმას მაღალი ძალის ნება დაარქვა და რაღაცა არ მოიწონა და იმას მაღალი ძალის ნება არ დაარქვა. ხშირად დარჩენები საკუთარ თავთან, საკუთარ ემოციებთან, ხშირად ვკითხო საკუთარ თავს. ირაკლი, ეხლა რა ასკრწნობ? რა ხდება შენ სხეულში? სხეულის ნაწილებში, რომელში ხარ კომფორტულად, რომელში არაკომფორტულად, რა ემოციას გრძნობ? რა ფიქრები გაქვს? უბრალოდ დავაკვირდე ბევრი განხილვის გარეშე. და დავრჩი ამ ყველაფერთან. მოვიცალო ღმერთისთვის, საკუთარი სხეულისთვის, საკუთარი თავისთვის მოვიცალო. ჯგუფებზე ვიარო, გავაზიარო, მათშიც ღმერთი დავინახო. რეკომენდაციებში პირდაპირ წერია, რომ ხშირი ვარჯიში, სეირნობა, ხილით კვება, ვიტამინების მიღება, ბუნებასთან ურთიერთობა, ეს ყველაფერი მჭირდება. ეს ყველაფერი ჩემი ასევე საკრალური გამოცდილებებია, რომელსაც მე მოწყვეტილი ვიყავ. მჭირდება, რომ დღის გეგმა ვაწარმოო. მე დღეს ვაკვირდები, რომ თუ რამე ოდესმე გამიფუჭებია ცხოვრებაში. ან საკუთარი თავი დამიზიანებია, სხვა დამიზიანებია, სხვა არსება, ხო? ეს მაშინ გამიკეთებია, როცა უსაქმურად ვარ, აი არ ვიცი რა გავაკეთო, ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და ჩემი გონება მეუნება, აბა ეხლა რა გავაფუჭო რა. ამიტომ მე მჭირდება, რომ დღის გეგმით ვიცხოვრო. და დღის გეგმა კი არ იყოს to-do list-ი, არამედ მე მჭირდება, რომ ყოველ საღამოს ძილის წინ როცა ვემზადები, შემდეგი დღის გეგმა დავწერო. და ეს გეგმა საათობრივად გაწერილია. მაღალ ძალას ვთხოვრო, ღმერთო, ვთხოვ დამეხმარე, მიხელმძღვანელე, როგორ შეიძლება იყოს ჩემი დღის გეგმა. და საათობრივად ვწერ, რომელზე ვიღვიძებ, რომელზე ვლოცულობ, რომელზე ვმედიტირებ. ყველაფერი საათობრივად გაწერილი. და ვისწავლო, რომ ამ გეგმაში შევიყვანო ერთი რამე სიკეთე, რასაც საკუთარ თავს გავუკეთებ, იმიტომ რომ მე არასდროს საკუთარი თავისთვის არ მეცალა. არასდროს საკუთარი შინაგანი სურვილებისთვის არ მეცალა. გარეგანი სურვილებისთვის ყოველთვის კი რაღაც ნარკოტიკი, ნებები და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი შინაგანი სურვილები რა არის? ბოლოს რა გავაკეთე საკუთარი თავისთვის, რაც მართლა მინდოდა. ბოლოს როდის წავედი პიკნიკი საკუთარ თავთან, როდის გავაკეთე, ბუნებაში როდის წავიკითხე წიგნი, ბუნებაში როდის გავისეირნე, მუზეუმი როდის დავათვალიერე. მე მაგალითად მესამე ნაბიჯმა მომიტანა ის, რომ როცა მართლა ვკითხე ჩემ თავს, რომ გულით რა გინდა მეთქი, და მთელი ბავშვობა გადავხედა უბანში მაკატარებული ბირჟაზე, ნარკოტიკით ხელში, დასალევით ხელში და ნებების დევნაში და ავტორიტეტის დევნაში. მივხვდი, რომ
მოიცა კაცო, მე როლიკებზე კატაობა მინდა რა. და სკეიტბორდი მინდა. და წავედი და სკეიტბორდი ვიყიდე და როლიკები ვიყიდე და დილაობით დავდივარ ხოლმე და ვსწავლობ როლიკებსაც და სკეიტბორდსაც. მოიცა კაცო, მე მგონი მე ხატვა მინდა. თიხის კეთება მინდა, ვიყიდე თიხა და ვაკეთებ. აი ამ შინაგან სურვილზე მაქვს საუბარი, რომ ბოლოს როდის გავაკეთე საკუთარი თავისთვის სიკეთე, რაც დიდი ხანია მინდოდა და არც ვიცოდი რომ მინდოდა. ბოლოს როდის თქვი რომ მე დასვენების უფლება მაქვს. დღის გეგმაში მე მივხვდი რომ თვეების განმავლობაში დასვენება არ შემყავდა. და ძალიან აუცილებელია რომ დღის გეგმაში დასვენების პუნქტი შევიყვანო. ოღონდ ეს დასვენება ის კი არა რომ მოდი ვისვენებ და ჩამოვსკროლავ, ან ვისვენებ და წიგნს ავიკითხავ. არა, აი უბრალოდ ოთახში შევდივარ, ტელეფონს ვთიშავ, წიგნს გადავდებ, მუსიკა არ მაქვს, არაფერი არ მაქვს. უბრალოდ თუ მიწერია დასვენება 1 საათი, ოთახში შევდივარ და აი უბრალოდ ვარ რა. კი არ მძინავს არა, აი უბრალოდ ვარ. შეიძლება ეს იყოს 5 წუთი, 10 წუთი, 1 საათი. და ხშირ შემთხვევაში ეს არის ჩემი ყველაზე დიდი დასვენება და არა ის რომ პარალელურად რაღაცები ვაკეთო. გეგმაში მნიშვნელოვანია რომ მე არ დავწერო რომ ან ამას ვიზავ, ან იმას ვიზავ. მე მჭირდება რომ კონდეს გაწერილს კონკრეტულად რას გავაკეთებ და პასუხისმგებლობა ავიღო რომ საკუთარი ინიციატივით ამ გეგმაში ცვლილება არ შევიტანო. და თუ ჩემ დამოუკიდებლად მოხდა ცვლილებები, მაგის მიმართ მორჩილი ვიყო. და არა საკუთარი ინიციატივით ცვლილებები. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩემი ოთახი იყოს რაღაცნაირი ასევე საკრალური სივრცე, სადაც საჭმელს არ შევიტან, ტელეფონს არ შევიტან, სადაც არ იქნება ჭორაობის, დალევის და გართობის სივრცე, არამედ იქნება ჩემი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის მოსასვენებელი ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოთახში არ იყოს ყოფილი მეუღლის, ცოლის, მეგობრის ფოტოები, რომელიც მახსენებს მის თავს და ჩემთვის ტრიგერია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოთახში არ მქონდეს ზედმეტი ნიუთები, რომელსაც არ ვხმარობ, ტანსაცმელი, რომელსაც არ ვიცვავ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მივანდო მაღალ ძალას და ვთქვა რომ ღმერთო ესენი თუ არ მჭირდება, გთხოვ დამეხმარო, გამთავისუფლდე და მე ამ ყველაფრის გავ ვერ თავისუფლებოდი, იმიტომ რომ ამის მზაობა არ მქონდა. მე ამად გარეშე როგორ უნდა ვიყო, ამ სურათების, ამ ნიუთების, ამ მოგონებების გარეშე როგორ უნდა ვიყო, არ ვიცი. ამიტომაც ძალიან მიჭირს ამისგან გათავისუფლება. ოთახი ჩემთვის არის წმინდა სივრცე, სადაც ჩემი სული და სხეული ისვენებს. მედიტაციას ვაკეთებ, ლოცულობ საღამოობით, ინვენტარიზაციას ვწერ, ინვენტარიზაციაში დასმულ კითხვებს გულწრფელად ვპასუხობ, ჩემ თავს ვაკვირდები, ვეკითხები რა შემეძლო უკეთესად გამეკეთებინა. მაღალ ძალას მადლიერებას ვეუბნები ამ სხეულისთვის, დღევანდელი დღისთვის. და რაც მთავარია ვთხოვ რომ გამანთავისუფლოს არასაჭირო შთაბეჭდილებებისგან, წარმოდგენებისგან, აღქმებისგან, რაც მე დღის განმავლობაში ადამიანებზე და სხვადასხვა მოცემულობებზე შევიქმნი. და ამის შემდეგ ვიცინებ. ეს არის ის ინსტრუმენტები, რაც პირველ, მეორე და მესამე ნაბიჯზე აქტიურად ვიყენებ და რაც მთავარია, ყველაზე დიდი ინსტრუმენტი ამათ შორის და ამათთან ერთად უბრალოდ ეს ყველა ჩემთვის დიდი ინსტრუმენტია. ყველაზე დიდი ინსტრუმენტი ერთ-ერთი ასევე არის ის, რომ ვიყო კონტაქტში. მე მაგალითად 3 წლის, არა, დაახლოებით 3 წლის რა, 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში ყოველ დღე, აბსოლუტურად ყოველ დღე ჩემს სპონსორს ვესაუბრებოდი. ეს იყო ჩემი მეორე სპონსორი, ვისთანაც ნაბიჯების წერა გავაგრძელე. 2 წელიწადზე მეტი რა, აბსოლუტურად ყოველ დღე მქონდა მასთან საუბარი. იმიტომ რომ მე მჭირდებოდა. ჩემი პასუხისმგებლობა ვერ იქნება იმ ადამიანს ვაწუხებ თუ არა. მე კონსტრუქციული ურთიერთობები არ ვიცი, ამიტომ ვსწავლობ, ამიტომ მე ჩემი პასუხისმგებლობა რომ კითხვა დავსვა, რომ მე დახმარება მჭირდება, საუბარი მჭირდება და გააქვს სურვილი, გააქვს დრო და ის რასაც მიპასუხებს პატივი უცემ ის გადაწყვეტილებას. ჩემი საქმე არ არის იმას ვაწუხებ თუ არა. ჩემი საქმეა რომ მე კითხვა დავსვა, იმიტომ რომ ამას პირველი ნაბიჯი მეუნება. ვაღიარო უძლურება და მოვითხოვო დახმარება. და მე ამას 2 წელიწად ნახევარი ვაკეთებდი. იმის მიუხედავად რომ ამ 2 წელიწად ნახევარში ბევრჯერ მქონა პირველი ნაბიჯი გავლება. და დღემდე როცა ვაწყობ რომ დახმარება მჭირდება, ჩემი მთავარი პასუხისმგებლობაა რომ გამახსენდეს მაღალი ძალა, მაღალ ძალას ვესაუბრო და თუ ჩემში რჩება დაბნეულობა, ავდგე და დაურეკო სპონსორს და გადავამოწმო მას. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ყოველ დღე ვეკონტაქტო სპონსორს, ყოველ დღე ვეკონტაქტო მაღალ ძალას
და ყველა ჩემი გადაწყვეტილება გადავამოწმო. მე მქონდა ეგეთი პატერნი, რომ ჯერ გავაკეთებდი ხოლმე და მე გადავამოწმებდი ხოლმე რა. და სპონსორი მეკითხებოდა ხოლმე, ანუ წარსულზე ვსაუბრობთ ეხლა ჩვენ უკვე მოხდა და მე რა შეგჭირდები. ხოდა მე მჭირდება რომ ერთი ნაბიჯით ადრე გამახსენდეს. რა ის სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ. შევატყო რომ ფორიაქში ვარ, ქაოტორობაში ვარ, ჩქარა მინდა რომ გადაწყვეტილება მივიღო და 2 წამი შევჩერდე, პაუზა ავიღო და თქვა რომ მოდი დავრეკავ და მე მივიღებ გადაწყვეტილებას. ნიშნავენია რომ გონებამ რომელმაც მომიყვანა ამ პრობლემებამდე ის გონება ვერ გამომიყვანს ამ პრობლემიდან. ამიტომ მე მჭირდება რომ გამუდმებით ვიყო კონტაქტში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპი ესეთი რომ თითო საქმე ავიღო თითო ჯერზე. მე ქაოტორი გონება მაქვს. მიდრეკილი ვარ ბევრი საქმის ერთად კეთებისკენ. მე ნიჭი მეგონა ჩემ თავში ღმერთის გამოცემული რომ აი 700 საქმეს რო ერთად ვაკეთებ და მე ადამიანი ამისგან შოკშია და მეუნება ირაკლი შენ ეს როგორ მოახერხე ამდენ რამეს ერთად როგორ აკეთებ. მე მან და ესე რაღაც ჟრუონტელი მივლიდა ხოლმე თვითკმაყოფილებისგან რა. მაგრამ ეგ იყო რამაც მე სკერამდე დამიყვანა რეალურად რომ გადაჭარბებული მოლოდინები მაქვს საკუთარი თავის მიმართებაში და არარეალურ რაღაცებს ვაკეთებ. ეს ჩემი ქაოტური გონების შედეგია და მეტი არაფერი. ამიტომ მე მჭირდება მივყო პრინციპს თითო საქმე თითო ჯერზე. რა ტუალეტში რო შევდივარ, ვატყობ რომ არ შემიძლია რომ ტელეფონი არ შევიტანო, რა მოუსვენობა მემართება. რო ვჭამ, თან რო რაღაცას არ უყურო, მოუსვენობა მემართება. ვიძახი რომ აი ერთი ჭამის დროს ვისვენებ და რაღაცას როგორ არ უყურო და ასე შემდეგ არ მერგება ისე. იმიტომ რომ არასწორად მაქვს გადანაწილებული ჩემი დღის გეგმა. მე თუ დასვენების ნაკლებობა მაქვს, ეს ჭამაში და ყურებაში კი არ უნდა ვინაზღავრო, დასვენებისთვის დროის გამოყოფა უნდა ვისწავლო. ესეთი პრინციპია პროგრამაში, რომ თუ დრო გჭირდება, უნდა გამონახო, ესე თავისით არ მოვა ეს დრო. და დრო რო გამონახო, ამისთვის გჭირდება, რომ ყველაფერს თავისი დრო დაუთმო. ადამიანებს გარკვეული დრო, კვებას თავისი დრო, ჩემ საკუთარ სხეულზე ზრუნვას თავისი დრო და ასე შემდეგ, დასვენებას თავისი დრო, კვებას, ყურებას და ასე შემდეგ. ამიტომ თითო საქმე თითო ჯერზე არის ჩემთვის უდიდესი გამოსავალი ქაოტური მდგომარეობიდან და ასევე საკუთარი თავის სიყვარულის გამოხატულება. როცა ვლოცულობ და ვმედიტირებ, თან კი არ ვიფიქრო, არამედ ან ვილოცო, ან ვიმედიტირო. რო ვჭამო, რო ვუყურო, ადამიანს რო ველაპარაკები, ვცე მის ენერგიას, რესურსს და ნდობას, ჩემ დამიპატევი და ბოლომდე მოусმინო და არ პარალელურად არ ჩამოვსხლო რაღაცები, ან ვიღაცა მომწერა და თან უპასუხებ ხა ამას. თუ ადამიანს უსმენ, ბოლომდე უსმინო, თუ საუბრო, ბოლომდე ვისაუბრო. თუ ტუალეტში ვარ, ტუალეტში ვიყო. თითო საქმე გავაკეთო, თითო ჯერზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის პრაქტიკა არის, აი კვებასთან მიმართებაში რა მე რისხანება მემართებოდა, როცა სახში მოვიდოდი სიტყვაზე და საჭმელი არ იყო გამზადებული რა. მაშინვე ხასიათი მეცვლებოდა რისხანებაში გადავდიოდი უკმაყოფილებაში და ასე შემდეგ, ჩხუბობდი და რა ვიცი. იმიტომ რომ ხედავ მან ჩემს ინსტინქტურ ცხოველურ დამოკიდებულებას, რომ როგორ ვარ დამოკიდებული თუნდაც შიმშილის სიმწაფრეზე რა, კვებაზე და ასე შემდეგ და ეს ჩემში ისეთ ემოციებს აღძრავდა, რომ მე მათთან აბსოლუტურად უსუსური ვიყავ. და ნაბიჯები მაძლევს დაკვირვებას, რომ ჩემს ემოციურ მდგომარეობას რეალურად არ განაპირობებს ჩემი კუჭის მდგომარეობა. დღეს ესეთი პრაქტიკა მაქვს და ძალიან მეხმარება და ამის გაზიარება მინდა, რომ ყველაფერში ვიყო დავინახო მადლიერება რა. აბსოლუტურად პატარა რაღაცეებით რა, საათი რომ მაქვს და ტელეფონი რომ მაქვს და ტასაცმელი და ხელი მაქვს და თვალი მაქვს და ხშირად შევეხო ჩემს სხეულს. ხშირად შევეხო სხეულის სხვადასხვა ნაწილებს და თქვა რომ მადლიერი ვარ რა. აი საღამოობით რომ დავწვევი ლოგინში, გულზე ხელები დავიდო. მოვეფერო სხეულის სხვადასხვა ნაწილებს და თქვა რომ მადლობა რა დღეს შენი მსახურებისთვის რა. მადლობა რომ მემსახურე, მქონდა ადამიანებთან ურთიერთობა, ვიარე, ვისაუბრე, მოვისმინე, მზრუნველობა გავაზიარე. მადლიერი ვარ შენი მორჩილებისთვის და კარგი მეგობრობისთვის, შენი ჯანმრთელობისთვის. მოვეფერო სხეულს და აი ამ განწყობით დავიძინე. დილით რო გავიღვიძებ, მადლიერი ვიყო ელემენტარული რაღაცეების, არა გრანდიოზულის. ამინდის მადლიერი ვიყო, სუნთქვის, ჰაერის მადლიერი ვიყო. მადლიერება ძალიან დიდი პრაქტიკაა. ასევე ძალიან დიდი ჩემთვის ყოველდღიური და ძალიან დიდი მნიშვნელობის პრაქტიკაა. აი მაგალითად საჭმელად რო დავჯდები და თეფშზე საჭმელს დავიდებ, ჩემი ინსტინქტი მეუბნება რომ მაშინვე მივარდე და კვება დავიწყო რა. ხო და ესეთი პრაქტიკა ძალიან მეხმარება. ჯერ ერთი რომ დავაკვირდე რომ ეხა შიმშილი ჩემთვის ძალიან წამყვანი და ინსტინქტური ემოციაა და მასთან ურთიერთობაში მეხმარება რომ
კი არ მივარდე მაშინვე და კვება დავიწყო, არამედ მადლიერება გამოვხატო რა, რომ უსაფრთხო სივრცეში ვზივარ, ჭერი მახურავს თავზე, საჭმელი მაქვს, შვიდად წყნარად უსაფრთხოდ ჭამა შემიძლია, არავინ არ მომზდევს, არავინ არ მაჩქარებს. და ჭამო და გამოვხატო ეს მადლიერება, რომ მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და ყველა არსებას უსურვო, რომ რა ყველას ქონდეს ესეთი შესაძლებლობები. მივიღო ის კურნების ენერგია, რასაც ეს საკვები მაძლევს და ღმერთს მადლობა უთხრა, რომ მომცა ამის შესაძლებლობა. და ვთხოვო, რომ ღმერთო დამეხმარე, რომ გავაზიარო აქედან აღებული ჩემი ენერგიაც, ჩემი სივრცეც, ჩემი თავიც, ჩემი ფინანსებით, ჩემი საკვებით და ეგ გავაზიარო. რაც მივიღე და ეგ გავაზიარო. და დამეხმარე, რომ მივხვდე დავინახო ის შესაძლებლობები, სადაც მექნება ამის გაზიარების საშუალება. იმიტომ რომ მე დღის განმავლობაში იმდენად საკუთარ თავში დაკარგული დავდივარ, რომ არავინ და არაფერი მახსენდება, სად შემიძლია რომ ჩემი თავი გავაზიარო, გავუნაწილო სხვა ადამიანს, ჩემი დრო, სივრცე, საკვები, ფინანსები. რა მათხოვარი რომ ხდება, ჩემ თავში დავიფიქსირებია, რომ ფიქრი მაქვს, რომ ოღონდ ხა ფული არ მთხოვოს, ისედაც ცოტა მაქვს რა. და თვალი ამერიდებია. და მე მივხვდავა, რომ რა გოიმივარ, აი ეს იყო შესაძლებლობა, რომ შემეძლო მე და გამეზიარებინა. მე კიდე არა ჩემი 2 ლარი მადარდებს რა. ხო და აი ჭირდება რომ მაგ ყველაფერში ცნობიერება შევიტანო. ყველა სფეროში აბსოლუტურად. ყველა სფეროში შემოვიყვანო ღმერთი. მესამე ნაბიჯი არის რომ ყველა სფეროში შემოვიყვანო ღმერთი. მათ შორის ვნებაში, დამოკიდებულებაში, არაკონსტრუქციულ ქმედებებში, მავნეჩვევებში და ყველაფერში. ყველაფრის დროს თუ რამეს ვაკეთებ, რამეს ვფიქრობ, შემოვიყვანო ღმერთი. მადლობა.